დიდი სიხარული და ყველაზე დიდი ტრაგედია ქართული ფეხბურთის ისტორიაში. რა მოხდებოდა რომ არა ვიტალი დარასელიასის დაუვიწყარი გოლი? მოიგებდა თუ არა დინამო იმ მატჩს? არავინ იცის, მაგრამ დღესავით ნათელია რომ 1991 წლის მაისის სპორტული პიკი იყო თბილისის დინამოსთვისაც და ვიტალი დარასელიასთვისაც. ისტორიული გამარჯვებიდან 30 წელი გავიდა, მისი გარდაცვალებიდან თითქმის 29 და არც თუ ისე ბევრმა იცის რომ ქართული ფეხბურთის ოქროს გოლის ავტორის საფლავი ფაქტობრივად დაკარგულია. დღეს ჩვენ ფეხბურთს ახებს ქარი, ბურთებს უშვებს ჩვენი კარი, იმდენს რომ არ ეტევა, ვაიმე გოლი, კიდე გოლი, მომიდანე გოლი, შეტევა. ივერიერები დინამოზე ახლა ასამღერიან. ალდა ვახტანგ-კატიშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც 1991 წელს დიუსელდორფში საკუთარი თვალით ნახა, როგორ მოიგეს დინამოელებმა უეფას თასების თასი და როგორ გაიტანა ოქროს გოლი მისმა პირადმა მეგობარმა ვიტალი დარასელიამ. სიტუაციაში მაგამ გაიტანა ბურთი გოლი. არასწორია რა, რომ გაიტანა სხვას. ჯერ მოატყვა ერთი, შემდეგ მეორე, მესამეზე მე გაიტანა გოლი. ლეგენდებს ბაბუაზე ვიტალი დარასელიას შვილიშვილს ოჯახში ყოველდღე უყვებიან. ის ახლაც 25 წლისაა. ამბობს მარინა дораселия და ქალიშვილს პირველად უჩვენებს მამის წერილს. Самое главное, что я люблю тебя, люблю, слышишь, люблю и очень хочу тебя увидеть, но никак не могу приехать. ისინი თანაკლასელები იყვნენ. მარინა дораселия ახლაც ინახავს პირველ საჩუქარს, რომელიც შეყვარებულისგან სკოლაში მიიღო. ყვითელი ცხრა ფერებში იყო საროჩკა და ოქროს ცეცხლით. იყო კიდე პატარა სათამაშო მაიმუნი. იმას ხო ვერ ავიღებთ? ის მაიმუნი წამოვიღეთ, დღემდე გვაქვს. ოჩენჩირეში ღარიბ აფხაზურ ოჯახში უმამოდ გაზრდილი ვიტალი დარასელია ფეხბურთს ბავშვობიდანვე თამაშობდა. ყველაზე პატარა და თავიდანვე გამორჩეული მალე შეამჩნიეს. თვითფეხბურთში ნათლობა ერევნის არარატის წინააღმდეგ მიიღო. გამოიყვანეს ეს სუსტი რაღაცნაირი ჭორფლებიანი პატარა ბიჭი და 15 წუთი ამ ბუნდერას გუნდთან ერევნის არარატთან ახლა თამაში შემოიყვანეს ვიტალი და მეთქი ამარა უნდა ითამაშოს მეთქი ჯერ ფეხზე ვერ დგას ნორმალურად. ისეთი ორი რაღაცები გააკეთა მე მეთქი ეს მართლა წაიფარმოთელი გაიდება. მეგობარზე რომელთანაც 7 წელი და მთელი ცხოვრება აკავშირებს ოთარ გაბელიას დაუსრულებლად შეუძლია საუბარი. ჯერეთი მართლა საუბრობელი შეაგდო. ახსოვს ყოველი წვრილმანი დინამოში მოსვლიდან წასვლამდე 1975 წლიდან 82 წლამდე, რადგან ვიტალი დარასელიას სტადიონის მიღმაც ისეთივე გამორჩეული იყო, როგორც მინდორზე. ჩემი ძმა დამაგრია, ცოლი მოიყვანა, ცოლი შეერთო, გამოიპარნე ზუგდიდიდან და მოვადნენ ვიტალის უთხარი რა, რომ ესე მეთქი ბიჭო და ბიჭო ამიშნობა ხო თავის მეუღლეს უთხრა. დავაი ბარგი ჩაალაგეო რა სჭირდებაო და გადმოვიდა ბაზაზე და ჩემ ძმას დაუთმო თავისი ერთოთახიანი ბინა და მას ხონდა ქვედაკიდურა განსაკუთრებით განვითარებულ ძლიერად. ძველი დინამოელები ამ კაც ხუმრობით ბურთის ქურდს ეძახიან. გუნდის მასაჟისტს ანზორ გაბიტაშვილს ფეხბურთელების კუნთებზე ნავარჯიშები ხელები კალცაისთან მოგების შემდეგ გამოადგა, როცა მსაჯს ქართული სპორტის ისტორია ხელიდან გამოსტაცა. 80 წლის 20 ოქტომბერს სიზმარი ნახე, რომ ეს თასი ავიღეთ და დიდი ზეიმია თბილისში. ცხონებულმა ვიტალი დარასელიამ გამარჯვებლის გოლი გაიტანა, 3 წუთია დარჩენილი. და ნუდარა ესე მირტყავს რა. ანზო რალმერკი შეინდრო მოიდა ხიზანიშვილი და თავაძეს უნდა წაართონ ეს ბურთი. მაგრამ მე ამ დროს მივიდივარ და მე უჯიკარო ჩამოვარდა ბურთი და დავიქეცი და დღესაც შემიკუთვნილება ეს ბურთი. $15,000 თხოვენ არ მივეცი. ეს პატარა რელიკვია, ეს ისტორია ქართული ფეხბურთის. ამას არ იყიდება რა. 1991 წლის ლეგენდარული მატჩის კიდევ ერთი გმირი და პირველი სიხარულის მომტანი ვლადიმერ გუცაევი ზედმეტი თანამდებობით ამბობს, რომ მას და ვიტალის უბრალოდ გაუმართლეს. სიმბოლური მხოლოდ ის არის, რომ საქართველოს დიდი სიხარულის და დიდი გამარჯვების ავტორები ეროვნებით ოსი და აფხაზი, გუცაევი და დარასელია იყვნენ. იგივე ინტერმა 10 წლის განმავლობაში ყოველ წელს 100 მილიონს ხარჯავდა ტრანსფერებში, რომ ფეხბურთელები ეყიდა, რომ რაღაცა მიღწევა ქონოდათ და ჩვენ აქ ფეხბურთში საქართველოში ასფალტზე და იმაზე გაზრდილი ბიჭებმა მოუტანეთ საქართველოს ეს ამხელა სიხარული.
столица Грузии, ликует вся наша страна. Тбилиси овладели этим кубком. ტრაპიზონზე ჩამოდიოდნენ, მე მგონი ფეხებზეც მასწავლებს ბიჭები, ესე ვალიო ხელებით ჩამოიყვანეს ყველა. მე მანქანაში ჩავჯექით და ვიღაცამ დაინახა, რომ ვიტალე მანქანაში ჩაჭდა და წარმოიდგინე, რომ ეს მანქანა ხელებით აიყვანეს და ეს ბოგლები ხო ტრიალებს და მანქანა ვერ მიდის. ყველა ვინც ბალეჩიკების ჩოქებოდნენ და ფეხებში კოცხლდნენ რა. ვიტალი დარასელია ყოველთვის ამბობდა, რომ მისი იღბლიანი რიცხვი იყო 13. 13 ნოემბერს დაქორწინდა საქართველოს ნაკრებში 13 ნომრით თამაშობდა და 13 მაისს თასების თასის მფლობელი გახდა. 1982 წლის 13 დეკემბერს თბილისიდან დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალი ვიტალი დარასელია ყემულზე მოსრიალდა და ხრამში გადაიჭეხა. მდინარე ძირულამ საქართველოს უსაყვარლესი ფეხბურთელის ცხედარი 13 დღის შემდეგ შროშასთან გამოიყო. ვიტალი დარასელია მაშინ 4 წლის იყო, როცა ის დაიბადა, მამა ნეაპოლში ფეხბურთის მოედანზე თამაშობდა. თუ დაიბადა ბიჭი და ვახმე ვინც გაიტანს იმის სახელს. ოთხმოცდაერთი წლის 13 მაისის შემდეგ 30 წელი გავიდა. აღარ არსებობს თასების თასის ჩემპიონატი, აღარც ძველი დინამოს დიდება და ძველი ურთიერთობები რუსებთან, ოსებთან და აფხაზებთან. 13 მაისის გამარჯვებას ვინც აღნიშნავენ არა მხოლოდ თბილისში, ვიტალი დარასელიას მშობლიურ ოჩამჩირეშიც და მოსკოვშიც. თავადაც ყოფილი ფეხბურთელი ვიტალი დარასელია უმცროსი ახლა მოსკოვში ცხოვრობს და დინამოს და კარლ ცაისის ისტორიულ მატჩს უყურებს. ამბობს, რომ იყო ვიტალი დარასელიას შვილი, ტვირთი უფრო. გიჭირს იმის რომ მაშინზე მაგარი ვერაზოს ვერ იქნება ზედაზნელია ეგ ხო? და მაგი მაინც მაწუებოდა ალბათ. ცხოვრების მანძილზე მეხმარება ალბათ უფრო მეტად ვიდრე ზოგი ცოცხალი მამა ეხმარება თავისთვის. ოჩამჩირიდან დიუსელდორფამდე მხოლოდ 7 წელი გავიდა, მაგრამ ვიტალი დარასელიას ხანმოკლე 25 წლიანი სიცოცხლე ქართული ფეხბურთისთვის დაუვიწყარ და დაუსრულებელ ისტორიად დარჩა.